რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო და საჰაერო ძალებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ცინგდაოში მიმდინარეობს და წყლის გარდა საჰაერო ელემენტს მოიცავს. ვიდეო მასალა წვრთნების შესახებ ჩინურმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. ჩინეთის თავდაცვის უწყებაში კი მალევე განაცხადეს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ორივე მხარე წყნარი ოკეანის რელევანტურ მონაკვეთებში გადაინაცვლებს, სადაც ერთობლივი პატრულირება ჩატარდება. კრემლში ტრადიციული კომენტარით შემოიფარგლნენ. ჩვენი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩინეთთან ერთად არ არის მიმართული ვინმეს მიმართ. რეგიონის არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ის მიმართული არ არის. საკითხზე მსჯელობისას ყველა სწორედ ამას უნდა დაეყრდნოს. პირიქით, ასეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს პროგნოზირებადობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. წვრთნების სახელწოდებით ერთობლივი ზღვა 2026 ორ ქვეყანას შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ნაწილია, რაც ყოველწლიურ ერთობლივ ღონისძიებებში გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით. ოფიციალურ მიზნად პეკინი და მოსკოვი უსაფრთხოებითი გამოწვევების გადაჭრასა და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ასახელებენ. გარდა საჯარო წვრთნებისა, როიტერის ცნობით, გასულ წელს რუსეთმა და ჩინეთმა საიდუმლო წვრთნებიც ჩაატარეს, რომელიც ქიმიურ, რადიოლოგიურ და ბიოლოგიურ თავდაცვას უკავშირდებოდა. მასში ორი ქვეყნიდან უმაღლესი რანგის გენერლები მონაწილეობდნენ, თუმცა დედაქალაქებმა ასეთი ფაქტი უარყვეს.